მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ და საუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. პირველი რაც მინდა გკითხოთ, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა. საუბარია იმაზე, რომ არ აქვს ვალდებულება რუსული ენის და შტობის ცოდნის და მინდა გთხოვოთ შეფასება, რა პოლიტიკური გათვლა აქვს კრემლს და მიზეზით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით როგორი არის? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. უპირველეს ყოვლისა მინდა დღევანდელი დღე მივულოცოთ ჩვენს საზოგადოებას. მოგეხსენებათ, რომ პატრიარქის განჩნებით 23 მაისი გამოცხადებულია აფხაზეთის დღედ, ამიტომ დღევანდელი დღე არა მარტო აფხაზეთიდან წამოსული ხალხის, არამედ სრულიად საქართველოსათვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მინდა პატრიარქს მადლობა მოვახსენე კიდევ ერთხელ მისი სულისათვის, ლოცვებისათვის, რომელიც აღავლენს აფხაზეთისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის, მათ შორის აფხაზებისათვისაც. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მე აბსოლუტურად ვიზიარებ განწყობას. თქვენ აკვირდებით და დაუმალავია ის, რომ რუსეთმა მკვეთრად შეცვალა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი დამოკიდებულება აფხაზებისადმი და აფხაზეთისადმი იმ ცნობილი მოვლენების შემდეგ, რასაც მოყვა ბჟანიას გადაყენება, გადადგომა და ახალი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მოსვლა ხელისუფლებაში. ახალი გუნდის ჩამოყალიბება და თქვენ აკვირდებოდეთ, რა თქმა უნდა, რომ ყველა ამ პროცესს სათავეში ედგა და კურატორობდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასეც არის ბატონი კირიენკო, რუსეთის ყოფილი თავმჯდომარე მთავრობისა, წარმოშობით აფხაზეთიდან პიროვნება, რომელსაც ჩაბარდა კარტ ბლანში რო იტყვიან და ყველა პროცესი, რომელიც აფხაზეთში იმ პერიოდში მიმდინარეობდა, მის ხელში გაიარა. და ამასთან დაკავშირებით თქვენს გახსოვთ, რომ სანამ მოხდებოდა ეგრეთ წოდებული არჩევნები პრეზიდენტისა, ის შეხვდა პუტინს და მასთან მიიღო ბევრ რამეში ინდულგენცია და დაპირება იმ საკითხებზე, რომელიც მას აწუხებდა და მათ შორის ერთ-ერთი ახლა შევეცდებით ჩამოვთვალო. იმის თქმამინდა, რომ რუსეთმა გადაწყვეტა, რომ ძალიან ცუდად და უხეშად თუ არ ჟღერს ეს მოთაფლა მოსახლეობის, რაც კოჭის გაგორება. და ერთ-ერთი მომენტი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ეს არის ის, რომ აი მოქალაქეობის გამარტივება, ამასთან აფხაზეთის მოსახლეობას მიეცა უფლება მართვის უფლებით ჩაბარება არა რუსეთში, არამედ აფხაზეთში. ამას ემატება ის ავიარეისის გახსნა, სპეც რეისის გახსნა მატარებლით სოჩიდან, ადლერიდან, სოჩიდან, სოხუმამდე, გაგრამდე და ასე შემდეგ. ესე იგი და ამას ემატება ის საინვესტიციო შეთანხმებას მოყოლილი მთელი ვაივაგლახი, რომელსაც დაუბრუნდა ალბათ თქვენ ეს იცით, ჩემზე უკეთესად და დღეს რა თქმა უნდა პუტინი, კრემლი ცდილობს, რომ მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს აფხაზეთის მოსახლეობისა. ითქვა, რომ პრაქტიკულად 70% აფხაზეთის მოსახლეობისა ატარებს რუსეთის მოქალაქის სტატუსს და დარჩენილი 30%-ისათვის არის ეს გაკეთებული. სრული, როგორც იტყვიან, ნეპაყოფილობითი ანექსია, ოკუპაციაზე არ ვლაპარაკობ, რომელიც ძალიან სერიოზული ტემპით მიდის, ჩვენ გვისაუბრია გასულ შეხვედრაზე, გასულ ინტერვიუში თქვენთან, ვიწინასწარმეტყველით, რომ რუსეთი გააგრძელებს ამ პოლიტიკას და მანამ სანამ არ მიაღწევს თავის სათაძელს, ის ყველაფერს გააკეთებს იმის მისაღწევად, რომ კვერი და იმით რა ქვია, თაფლით მიაღწიოს იმას, რომ საბოლოოდ მოხდეს ყველა ინტერესების დაღმაყოფილება. არ არის ლაპარაკი მხოლოდ ბიზნესმენთა გარკვეულ
ჯგუფზე, იმიტომ რომ რუსეთის ბიზნესი რა თქმა უნდა ატარებს აშკარა ხელისუფლების ხასიათს და მის კვალდაკვალ მიყვება მის პოლიტიკას, ამიტომ რა თქმა უნდა განუყოფელია პოლიტიკა, ბიზნესი, მით უმეტეს რუსეთის პირობებში. აი სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ და თქვენს ახსენეთ საინვესტიციო ეგრეთ წოდებული შეთანხმება და ჩვენ ვიცით რომ მთელი ეს ამბები რაც განვითარდა ბოლო პერიოდში აფხაზეთში სწორედ უკმაყოფილებას უკავშირდებოდა რომ აფხაზური საზოგადოება იყო წინააღმდეგი ამ საინვესტიციო შეთანხმების და ისევ არის საუბარი და მოლოდინი იმისა რომ ეს დაბრუნდება დღის წესრიგში მიუბრუნდებიან ამას და რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადება მინისტრის მოადგილის იყო ბოლო დღეებში გაკეთებული რომ რუსეთს აქვს ეს მოთხოვნა რუსული კაპიტალი და ინვესტორების უბრძოლები უნდა იყოს დაცული აფხაზეთში ამბობენ ისინი. აი ამ ნაწილში როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ და საბოლოოდ აი რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს აი ამ საინვესტიციო შეთანხმებიდან რას მომტანს ეს აფხაზეთს საბოლოო ჯამში ეს ასეთი ტიპის შეთანხმება. დიდი მადლობა. მართალბრძანებელს კი ბატონო ამას ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილემ გააკეთა ეს განცხადება, რასაც მოყვა სხვადასხვის ძალიან მკაფიო მკვეთრი გამოძახილი რეაქცია თვითონ აფხაზეთის საზოგადოებაში. რამოდენიმე პარტიამ, 6 თუ 7 პარტიამ გააკეთა ძალიან უარყოფითი განცხადება ამასთან დაკავშირებით და ნაჩქარევად უწოდა ამ ინტერვიუს რამე თუ აფხაზეთი დღეს შეჯერებით არ არის გამოსული იმ შოკიდან, იმ კრიზისიდან, რომელიც მოყვა ზუსტად ამ ეგრეთ წოდებული შეთანხმების განხილვაც და პრაქტიკულად არაფრის სწავლა თუ შეიძლება ასე ითქვას არ მიდის. ამიტომ ძალიან სერიოზული უკმაყოფილებაა, მაგრამ მე მაშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, ამას სჭირდება დრო, აი ეს თაბლისა და კვერის პოლიტიკა, რომელსაც ეწევა კრემლი, ის იჩენს თავს ალბათ საბოლოო ჯამში უფრო მეც რაღაცას გაიღებს კრემლი და კრემლისათვის ეს არ არის ძალიან დიდი რამ აფხაზეთისათვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აფხაზი ხალხი მაინც ტრადიციულია ის ასე იოლად არ დათანხმდება იმას, რასაც ასეთი მიწოდება თუ ლაქუცი ქვია აპატიეთ გამონათქვამისათვის შეიძლება მაქსიმალურად იყოს ბოლომდე პრინციპული და იდგეს თქვა თავის პოზიციაზე. თუმცა მე მეორე რამეს გეტყვით, მეორე კი არა, პირველი ალბათ რომ ცოტა გაურკვეველი სიტუაცია თვითონ აფხაზეთში ამ ინვესტიციებთან და საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებით. ერთის მხრივ უნდათ რომ საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ელემენტები დამკვიდრდეს და მოწინავე ტექნოლოგიები და ასე შემდეგ ინვესტიციები მოვიდეს და მეორე მხრივ არ უშვებენ თქვათ ინვესტიციას და ცდილობენ გარკვეული ზეწოლა მოახდენონ იმაზე თუ რა შეიძლება იყოს მათი ინტერესების, ეროვნული ინტერესების უსაფრთხოების დაცვის მექანიზმი. არ გამოვა, ვთქვათ, ორ სკამზე ჯდომა, ან ერთი უნდა განხორციელდეს და მისცეს უნდა გზა რაღაცას და მოიპოვონ თვითონ თავიანთი მექანიზმები ჩამოაყალიბონ ან უსაფრთხოების ეგრეთ წოდებული, თუ არა და რომელ უსაფრთხოებაზე და დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, როცა პრაქტიკულად ყველა საკითხი მინდობილი აქვს და მიბარებული აქვს რუსეთის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად აპარატს და როგორც მოგახსენეთ, ზის გუბერნატორი მოსკოვიდან და მართავს პროცესებს. ამიტომ მე მესმის ეს განწყობა, მაგრამ იცით ცოტა არ იყოს და მეტი სიცხადე, მეტი ვთქვათ, პრაგმატულობა უნდა შეიტანოთ მათ გარშემო არსებულ სიტუაციაში. ეხლა იქ შიშებია, რომ ეგრეთ წოდებულ აპარტამენტებზეა საუბარი ამ შემთხვევაში,
რომ მას აფინანსებენ ქართველი ბიზნესმენები და ქართველები მოვლენ და მასიურად შეისყიდიან ამ ბიზნესს. ეხლა ასეც რომ იყოს, თუმცა ეს ასე არ არის, მე როგორც ვიცი, მე არ ვიცი იქ რუსული ქართული კაპიტალი მოიაზრება თუ არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვიღაცა ამააშენოს უნდა და ვიღაცას უნდა მისცეს საშუალება, რომ განავითაროს თვითონ ეკონომიკა აფხაზეთის. ჩვენთვის, ვინც აფხაზეთიდან ვარ და საქართველოსთვის, შეიძლება ეს პოზიცია კარგი იყოს, მაგრამ ამ პოზიციას უნდა მოყვეს გაცხადებული დამოკიდებულება თბილისისადმი, საქართველოსადმი. უნდა მოხდეს სიტუაციის, როგორც ვთქვან, დალაგება, უფრო პრაგმატულად შეხედონ ქართულ აფხაზურ ურთიერთობებს და ყადაღებულ თემასავით არის ჩემო გამონათქვამი, რომ უკეთესი კეთილმოსურნე, უკეთესი დაცვა, თქვათ, ყველა გარე საფრთხეებისაგან, მათ შორის ეგრეთ წოდებული უსაფრთხოებისაგან თბილისის გარდა მათ არავინ, ასე ვთქვათ, არავინ არ მისცემს. ეს ჩვენი ის კი არ არის ფიცი, ლოცვან, ლიტონის სიტყვები. ეს არის ის, რაც ჩვენს გენშია, რაც ჩვენს ინტერესებშია. ჩვენ სხვანაირი დამოკიდებულება აფხაზებთან არ ვაწყობს. კი, რაღაც მომენტები იყო, რომელიც შეიძლება ვთქვათ ნეგატიურ წილში განიხილო წარსულის ურთიერთობაში აფხაზ-თბილისსა და სოხუმის შორის, მაგრამ ეს ჩაბარდა წარსულს. იყო ომი, გავიდა 30 წელზე მეტი. იქაც და ახაც სხვანაირად უყურებ, ჩვენ სხვანაირად ხედავთ ჩვენს აფხაზ-ქართულ ურთიერთობის განვითარებას. ამიტომ სანამ ამას არ გაითავისებენ სოხუმში, მანამდე იქნება იწილო ეს ერთი მხრივ გვინდა, მეორე მხრივ არ გვინდა და ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში იქნება მთელი აფხაზეთის მოსახლეობა.